არ ჩამოგავს ფიზიკურ სხეულს. ადამიანის ასტრალური სხეული წაგრძელებული კვერცხის ფორმისაა. ვეტყვი მასწავლებელს იცოდე? ეს არის, ეს ჯანელიძეა, ნახე რა. ვეტყვი მასწავლებელს. მოვა მასწავლებელი და ვეტყვი. ხუთოსანა, ნახე. მასში ფიზიკური და ეთერული სხეული. გრიგოლია, სიგარა ხო არ მოგიტანო ბარემ? აი მას რომ გადაგათხრიშავ თავზე, მე განახებ შენ იმას ფეხებიც იმას აქვს. დასხედი. სალამი. ეს რა არის? მასწავლებელო. ეს არის ჭიკარტი. იცის. რას ლაპარაკობ ვახტანგიშვილი, მართლა? დიახ. დებილი არა ვარ, ჯერ მე მგონი და ხვდები. აი როვერ დამენახა და დამჯდარიყავი, ხონა გამერჭო ვიღაცისთვის ყურში მერე ეს. გაიგე ჯანელიძე. მაგალითი ყავს აგარი გრიგოლია. ბიჭო ეს ხო არის რა ქვია? ჯანხოთელი. არ არის ჯანხოთელი. არ არის. ჯუჯავა. ჯერჯიანი. ეს ჟურნალი ვინა მომიტრიალა რა არის კაცო? გრიგოლია. აქა ვარ. იდება შენს გამოჩ. ვახტანგიშვილი. ვარ. არის ეს სულ არის. ჩაიგდენა ერთი შენა. ლონთაძე. ვარ. ჯანელიძე. ვარ. მოეთრიე ბოლო დაეგდე ახა გნახე ხო? რა გეტაკა დღეს ყველა ხართ, არა ვერ დამიწერია ერთი რა გახდა? სოროსი. არ არის მამა. ძალიან კარგი თუ არ არის შვენიერი. ერთ არას ერთი არა მიემატება და საკმარისია იმისთვის რომ ვიღაცა ჩავათხრეშოთ ამში რაღაცა. რა გეცინება? არა, ვიღიმი. იღიმი და რომ ჩაგათხრიშდა თაში რამეს ჯანელიძე. ერთი რა მაინტერესებს, ფონდის ფულს სოროსი რატო არ იხდის? არა მაქვს. რა არა? აღარა მაქვს. არ მაქვს. ხო, გამოცდებზე 10 მე არ მექნება მერე. აი ესე გადაეცით. შენი ძმაკაცი არის ეგ და. მე სადნახულობ. ეხლა რა მინდა ვთქვა, გასაგებია ეს. როგორც წინა სემესტრში ადგილი ქონდა თქვენს ბლატაობას, ოიმბაზობას, ხმაურს, ოი. პანჩურების რტყმევას. ძერსაც ესე გავაგრძელოთ. ნუ რას უკაცრავად რა. ერთ პანჩურს, გასაგები, ერთი პანჩური კიდე დასაშვებია, მაგრამ ორ პანჩურს, 3 და 4 პანჩურს მე აღარ მოვითმენ. გასაგებია ჯანელიძე. ხო გასაგებია. შალაბანდის. შეუბედურო შენა შალაბანს. ცხრილს ვინ წამიკითხავს? ვინ წაიკითხავს? მას არ მინდა რა, მას. სრული სახელი თუ შეიძლება. მას. მასპინძელო. რომელი ხარი? მე ვარ. ვახტანგიშვილი. დღეს ჩვენ გვაქვს ქართული მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია. ვა. ფიზიკა, ქიმია, რა ცუდი რასკლადია, რა უბედურებაა. რა ცუდი რასკლადია. არა და რუსეთს სულ ხატვა ფიზკულტურა და შრომა და ისა როგორ უმართლებ, ხედავ? როგორი გამართ?
ადექი ფეხზე. გადამივარ. ადექი ფეხზე. აი ადექი, დაჯექი. ადექი ისევ. ადექი, დაჯექი. ყოველა წუთში გაიმეორებ მაგას. ხახსირო შენა. დავიწყოთ ახლა გაკვეთილი. ისტორიით დავიწყოთ. ვინ მოყვება? ნიჭიერა მოყვება მას. ხუთოსანა. მაგარი კაცი ძაღლი. ამან ვიცი. მასწავლებელი. გრიგოლი აბზანდი მოყვება. ხო, აბა რა გქონდა დაიწყე? დავალება გქონდა. რას ლაპარაკობ მართლა? დაიწყე მოყევი. ქალბატონი ზაირა კერძევაძე ხო, მერე. გადავიდა საცხოვრებლად 1963 წელს. ქალბატონი ზაირა კერძევაძე გადავიდა საცხოვრებლად 1963 მერე გააგრძელებ. ქალბატონი ზაირა კერძევაძე გადავიდა საცხოვრებლად 1963 ქალბატონი ზაირა კერძევაძე გადავიდა საცხოვრებლად 1963 წელს ვარკეთილში 23 კორპუსში დაიდო ბინა და თქვა თქვა არა, თქვა. ქართული თილაპარაკეს, თქვა. დაიდო ბინა და თქვა მერე დღეიდან ეს ჩემი სახლი იქნებაო იქნება არა, ის ქნებაო. და დაიდო ბინა და თქვა დღეიდან ეს ჩემი სახლი ისქნებაო. მერე მან 2 წელიწადში შემოიერთა გვერდით მდებარე ერთოთახიანი ბინა და თავის ოთახნა. შენ ქართული არ გესმის, ერთოთახიანის ბინა, სამასწავლებო, სასაცილოს ბინა, სიცილია, რა მოგივიდა კაცო, ვინა ხარ შენ? შემოიერთა ერთოთახიანის ბინა და გააფართოვა თავისი ოთახნახევრიანი. 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 დედა რა დებილებში ვარ, ვინ არის? 1960 წელს მან თავისი ქალიშვილი მიათხოვა კორპუსის ინკასატორს და ამით გათავისუფლდა გადასახადებისაგან. მერე ქადა რა? ქადა რა ქადა? რა ქადა, რას ბოდიალო? აბა ქადა ორი ქადა ორი რა? ქადა შეუბედურო შენ. არა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ რა ვიცი. არაფრის აზზე არა ხარ, არაფრის სწავლა შენ არ გინდა? არაფრის სწავლა არ გინდა, რას გიყვირვა, იმას გიყვირვა, რას გიყვირვა. საქართველოს ისტორიის სწავლა, სოფლიო ისტორიის სწავლა და ისა თელიები კარგად გინდათ, მაგრამ მშობლიური ვარკეთილის ისტორია არ გზდება, ხო? წაეთრევი ახლა. წაეთრევი და მამა შენს მოიყვან აი ეგ დამიცვა. კარგი გამიშვეს ისა სიგარეტი გამოაყოლოს $2. ლაიქი? რა ვიცი, ან იავა რა მიცი, იავა წითელი. კაი ან ტრაინოი რა ვიცი, ყველა კაია. ყველა კაია ნევრებაშვილზე. დებილებთან ვარ რა, მართლა დარჩენილიყავი ან მერჩინა იმ მოსკოვში. ან ვერ გავიგე, არ გაუგია მაინც კაცო, თუ არ წაუკითხია მაინც რომ სადაც მშობილი ვარ, გაზრდილ ვარ და მისროლია ბიჩოკი. ხო, ბიჩოკზე გამახსენდა ისე. იმ დღეს
ჯანელიძე გენაცვალე. შენ და შენაერი მელოტი თახსირი კიდე 4. იღავი ტუალეტში შესული გენაცვალე და ეწეოდით აფუილებდეთ იქ. კაიფობდით კიდევაც მე რა ვიცი. შეიძლება. ერთი ვერ შემოგიცადეთ რომ მომემტრეა ის ხელები თქვენთვის რა. ყველას რო შემოვიდე კი მოვასწარი, რაღა დროს იყო, ყველა სიგარეტი იყო ჩამქრალი უკვე. ღორებო, არა და როგორი ლომკა მქონდა სიგარეტის იმ დღეს. ღორებო, რა ღორობა არის, ყველა ღერის ერთად ამოღება და მოწევა ვერ გავიგე. ერთ ღერს ვეწევით სამასწავლებლოში ყველა. მე ერთი მე ვარ, ლედის გოგო არის, ზავხოზი და ის ორი გიჟი. და ფიზიკა. ფიზიკაც ხო? 6 კაცი ვეწევით. რა არ ყოფნით ვერ გავიგე თქვენ? მობძანდი. თალიკო მასწავლებელმა გამომიშვა ორგანიზმში კალცის ნაკლებობა მაქვსო და იქნებ ცარცი გამოგატანა. ეს რაღაცია რა არის? რაღაცია, რა ფასუნზე გაცვია, ვერ გა სკოლა მაქვს აქ თუ ტანსპლანტატკა მაქვს თუ რა მაქვს? რაღა ვიგაცნებს, ვისთან იცო რა არის ეს სათქმელი? ეს ავთანდილი რო ამას ვინ არის? ცხვიტინიძე ავთანდილი. გაცმევს? ავთანდილი მე სკოლა არ დაამთავრა, კაც შვენიერი ბიჭი იყო, რამ გადარია, ვერ გავიგე რა არის? არა მაქვს არცი. უკაცრავად. უკაცრავად ქვესკენ მოიკითხე. უკაცრავად და ისა. მოვიდა ესა. მამაჩი, მშობელი. მოვიდა? ხო. დაელაპარაკე. გარეთ არის ეხლა ძალიანაც კარგი. დაელაპარაკე. ძალიანაც კარგი. დაეგდე შენ ახლა, დაეგდე. იმას, კარს მოგიხურავთ. ხადა, დებილო. ხადა. ძალზე მნიშვნელოვანია ამ ასაკში შემდეგ განაცხადოს მეცეს ყურადღება. ფიზიკის ვაიმე, რა საკეთე? მოსწორობას იმისადმი, რაც მის მასწავლებელს ეთქვი მე დაყლებო. ხადა. ხვალე ბებიაშენს მოიყვან. ხო გასაგებია, ბებიაშენს მოიყვან ხვალე. დეგენერატი ეს. გადავიდეთ ქართულზე. აეთრიე ჯანელიძე ეხლა. მოყევი ქართულში რა გქონდა? ქართულში გქონდა შემოღამება მთაწმინდაზე. მერე იცი? არა, არ ვიცი. რატო? გუშინ გლდანში შემომაღამდა და იქ დარჩა. დანში შემოგაღამდა და იქ დარჩი? დიახ. აქ როგორ მოაგენი ნეტა? დალშე, მანახე, შენი დღიური მანახე ერთი რა. მინებეთ. რა დღიური გაქვს რა არის ესე? ფხლიზიკაში, ბოსტანიკაში და ბალგებრაში შვენიერი ხუთები ყავს და რა გიდა, შე ქართულს რატო არ სწავლობ ერთი? რატო არ სწავლობ ქართულს? ქართულში წავს ღუდიანი. მოყევი ერთი ხო, რა ხუთიანი რაში ყავს ხუთიანი? აი, კუდა მორიელი რომ მოვყევი, დამიწერეთ ღუდიანი. კუდა მორიელში დამიწერია ხუთიანი. მოყევი მე თუ ესე იგი ქსოდნია და მოყევი. კუდა მორიელი. კუ არის გრიგოლი ამოგაცრო ფენას იცოდე. რაღაცა ავტოგრაფი ჯანელიძეზე. ავტოგრაფი უნდა და მაგ. კუ არის ამფიბია რეპტილია, რომელსაც აქვს ჯავშანი. ეს ჯავშანი მას მატებს წონას და ბრწყინვალებას. კუ მრავლდება დებს კვერცხს, ცოცხლობს 2-დან 82 წლამდე, ცხოვრობს წყალშიც, ხმელეთზეც. გასაგებია, ეგ იცი. რაღაცა შექსულია მაგ გასიებულ თავში. მორიელი? მორიელი არ ვიცი. რატო არ იცი? ვერ დავიჭირეთ მაგრამ.
ვერ დაიჭირე? ხო და ხვალი მამაშენს მოიყვან და რაშიც დაიჭერს მე ვნახოთ. არა, ხვალი არა. ხვალი არა, ზეგ მოიყვან მამაშენს. ხვალი გეგეშიძის მშობელს ხდები და. ო და უთხარი ნორმალურად ჩაიცვას საღამოთია მაინც და. გასაგებია ზეგ მოიყვან მამაშენს. გასაგებია ზეგ მოიყვან მამაშენს. დაეგდე ახლა. რა გდება სლობთაძე? აბძანდი. საჭირო ოთახში შეიძლება? საჭირო ოთახში შეიძლება ოღონდ. საჭირო ოთახში კი არ წახვიდე. წადი მე-9 ბ-კლასში და მეტის ღირსები არიან ეგენი. აი ეგრე უნდა. როგორ უნდა გამწარება, მე მაგათ ვანახე. დიახ. დეგენერატები. აბა ვინ მოყვება? ბაშია ჩუკის ჭიდაობის სცენას. ვინ მომიყვება? აბძანდი ვახტანგიშვილი. კი უხარია. ბაშიაჩუკმა აბდუშაჰილი ბრძოლის დაწყებისთანავე აბდუშაჰილის ბრძოლის დაწყებისთანავე შეუტია და კოკა და იუკო აართვა. შემდეგ კისრულით წამოიღო ბეჭებზე დასცა და იპონით წმინდა გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის პირველივე წუთებზე. დააბძანდი ფიზკულტურაში 5-იანი, ქართულში 2-იანი. 2 არ დამიწეროთ რამას რა. საგვარეულობი ისარი მას. დაწვიდე ხმა შენ ბიჭო დაიგზელენა. 2-ს მიწერთ? დიახ. გუშინ რამაზისთან ერთად დაგინახეთ, ღამის კლუბში იყავით. ვისთან ერთად დამინახე? რამაზი. სამიანს დაგიწერე. შაბათს დაგინახეთ ნოდარისთან ერთად კინოში. 4-იანს დაგიწერ ხო? იმ დღეს დაგინახეთ მაღაზიაში გურამისთან ერთად იყავით. ნუ შედებილო. ეგ ჩემი ქმარი იყო და 2-იანი დაეგდე რა. დიახ, ვინ არის? ვინ არის? აბძანდი ხო. გამარჯობა. დააბძანდით ბავშვებო. დაბდად ბავშვებო. გაიოს მახს როგორ ახართ? კარგად. აუტი ჩაწოდეთ იმ დღეს. გძელიანა ნუ გაგშენ. გავაუზრდელე ძალიან, გავაუზრდელე. გუშინ ფიზკულტურის გაკვეთილი ხო ქონდათ? დიახ, ქონდათ? დიახ. ხო ქონდათ. განეძე ქონდა. ამოიდგი ხმა. ქონდათ თუ არა? ხო გეკითხებ, ქონდათ? დიახ. რომელი გაკვეთილი? მეორე. მეორე გაკვეთილი. ქონდათ? დიახ. ქონდა. მე რა გაცნით? რა გამიშნეთ გაკვეთილი? რა გამიშნეთ გაკვეთილი? რა გაცნით გაკვეთილი? რა რად გაუცდინეთ? რატო გაუცდინეთ? რა გამიშნეთ? რათა? ეს შენი სადამრიგებულია ხო ესა? ჩემი სადამრიგებულია ბაბისია, ბებეჩემის? ხო და მე გუშინ ქონდათ ამათ ფიზკულტურის გაკვეთილი ჩემი. ვინცი რო ქონდათ მაგას არ ვიძახი? ხო და რა გამიშნეს? რათა? რა გამიშნეს? რათა? მე რა ვიცი, თავი რომ გესკექს თქვათ რა ვიცი მე. მე რა ვიცი. ბავშვებო, ხვალე ხო გვაქვს ფიზკულტურის გაკვეთილი? დიახ. იმას. რომელი გაკვეთილი? მეორე. მეორე გაკვეთილი ხო გვაქვს? დიახ. იცოდე არ გამიცდით გაკვეთილი, გაიგეთ? დიახ. გაკვეთილი არ გამიცდით მეთქი გეუბნებით. თორე მოვალ შემოალისებ ამ კლასში და გეტყვით, რად გამიცდით მეთქი გაკვეთილი? რა გამიცდით? რათა იმას გეტყვით მე? გაიგეთ? იმას. რათაო, ხო. გაიგეს, რად გაუცდინეთ, რათაო. ო, რად გამიცდით, ეტყვი მე რად გამიცდით. ხო და. ამ საღამოს ასაკეთებ. არამცალია საღამოს. რა? არამცალია კაცო, რას ვაკეთებ? არამცალია? არა. რათა? რათა და იმათა, რათა. ჯობელს ხვდები, მოსწავლეს ჯობელს. არ გააცნე, თორე რათა.
რა სალაპარაკებ კაცო? ხო ხედავ რომ გიჟი არის, ვერ არის თავი ჭკობს, რა სალაპარაკებ? ვექნა. რა უნდა გი რატო უცდეთ ხო იცდეთ ნერვიული კაცია კაცო. შემოდის და აი რათა. ჯანდა ბათა. შეაწუხეთ გული რა მართლა რა. ოფ. რა არცი დიდი უფროსის პატივის ხება რა გინდა? არაფერი, მამა. ფოკუსნიკო? ხო. ხვალე 50 თეთრს მოიტანთ და წავართ ექსკურსიაზე. ისტორიულ მუზეუმში წავალთ ექსკურსიაზე. მანდ ხო ვიყავით მას ამ დილას. ხო ვიყავით. ამ დილით ხო ვიყავით მანდ. თუ ვიყავით, მაშინ მოიტანთ 50 თეთრს და წავალთ ხარეთმცოდნეობის მუზეუმში წავალთ. მანდაც ვიყავით. ხო ვიყავით. ნო, შეაწუხეთ გული რა, ვიყავით. ბოტანიკურ ბაღში წავალთ მაშინ 50. მანდაც არ ვიყავით მას, მე რომ ნერგები მომაპარინეთ იქსაო. აი ხელი გა გრიგორია, აი წვიტე ენა თორე. ის მსხალი გამოაყოლე. ჩაიგდე ენა. მართალია. არა რომ დათესეთ იქ და გაისად მოგიყვანთო კიდევ. ჯერ არ გასულა ერთი წელი. მარიხვანას მოხცე მე შენ. რა შეაწუხეთ გული? აი აქ ვიყავი, აბა 70 თეთრს თქვენ არადებთ და ვერ გავიგე და ფულებს აჭრით თუ რა ვქნა ახლა. 50 თეთრი არ უნდა ჩაინიშნეთ დავალება. ეს ჩაინიშნავს. ჩაინიშნე დაგირეკავ მე და სწავლებელი გეუბნება და ჩაინიშნე. ჩაინიშნე უგიო. ჩაინიშნეთ დავალება ხვალისთვის ვაჟას ბახტრიონის ქორეოგრაფიული ანალიზი. ჩაწერე ჯანელიძე, ვაჟას ბახტრიონის ქორეოგრაფიული ანალიზი და კვადრატული განტოლება ვეფხის ტყაოსანში. რაო? კვადრატული განტოლება ვეფხის ტყაოსანში. ეს დებილი ხო არ არის? ჩუმად იყო. რა ვერ გავიგე მე რა თქვა. ამათ გადამაწერინა. კატაო, კატა. კატა. ვისაც არ აინტერესებს გავიდეს კაცო, ვაკავებ ფილმეს. ვისაც არ აინტერესებს გავიდეს თქო უთხარი მე. არ გაინტერესებს წადი, ვინ დავაკავე ერთი. არ გაინტერესებს წაბძანდი ბატონო. თუ არ გაინტერესებს რატო ხარ აქ ვერ გავიგე? არ გაინტერესებს წადი. როცა არ გაინტერესებს წახვიდე უნდა. ასწავლებელო საჭირო ოთახში მინდა. საჭირო ოთახში.